ქვეყანაში არ არის სამართალი. მოსამართლემ არაფერი არ გაითვალისწინა. კი, სააპელაციოში რა თქმა უნდა და მე თუ კანონიერად ვერ მივახცევთ ვერაფერს ვეცდებით რომ ხალხის მხარდაჭერით ვაგრძნობიოთ ყველას რომ ჩვენ გავიყავდეს არჩევნები. სასამართლო მიიღო კანონო და უსამართლო გადაწყვეტილება. საქმე იმაშია რომ სასამართლო პროცესზე გაირკვა და წამოწდა ერთ-ერთი კომისიის არჩევნო კომისიის მდივანს რომ მან შედეგები გადააკეთა მას შემდგომ როცა კომისიის წევრები აღარავინ არ იმყოფებოდა ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული იგივე დაადასტურა უბნის თავმჯდომარემ თუმცა მოსამართლემ ეს გარემოებები არ გაიგო დეპუტატობაზე იყარა ხელი კენჭი გაიმარჯვა არ გაამარჯვებიეს სხვა გამარჯვებიეს ახლა იყარა კენჭი გენაცვალე გამარჯვებულია ვიცით რომ გამარჯვებულია და ყველა ის რომ გამარჯვებულია, მაგრამ სად არის სიმართლე? თუ გინდა ნუ შედგება მეორე ტური, ოღონდ გადაითვალოს ხმები და სიმართლე დადგინეს. არ აინტერესებს ქვეყანა სიმართლე? რითი მოდიან, რითი? აბა რითი მოდიან? სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემს აზრით სწორედაა მიღებული, იმიტომ რომ არანაირი ფაქტები არ იქნა წარმოდგენილი ზუსტად რომ რამე უბნის ან გაყალბება მოხდარიყო ამ ბიულეტენების ჩაყრა. კაი სახელმწიფოში და დემოკრატიულში გვინდა ვიცხოვროთ, ჩვენ უნდა დაუჯეროთ სასამართლოს და შესაბამისად ესე ვიმოქმედო და ვირა აქციებს გამართავს მათი ნება და მათი სურვილი.